შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის თოვლიან მწვერვალებამდე. Google Street View საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა და გზების, ქალაქებისა და ტურისტული ლოკაციების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები მსოფლიოს ციფრულ რუკაზე გადაიტანა. პროექტის ფარგლებში Google-მა 11 ქალაქის დაახლოებით 13,000 კილომეტრი გზა და ათობით დასახლება გადაიღო. შედეგად მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვირტუალურად გაისერნონ თბილისის ქუჩებში, მოინახულონ მცხეთის უძველესი ძეგლები, გაიცნონ კახეთის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ბათუმის სანაპიროსა და საქართველოს მაღალმთიან მარშრუტებსაც კი. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ტექნოლოგიური პარკის სივრცეში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასპინძლობდა. Google Maps and Street View. Google Maps-ი და Street View მთელ მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს ყოველწლიურად უამრავ ვიზიტორს იზიდავს და მათ სურთ წინასწარ ნახონ ადგილები, სადაც აპირებენ მოგზაურობას. გაიხსენონ უკვე მონახულებული ლოკაციები და გაუზიარონ ისინი მეგობრებს, ან უბრალოდ წინასწარ შეარჩიონ ადგილები ფოტოების გადასაღებად. ამ ეტაპზე უკვე დავფარეთ საქართველოს ძირითადი ქალაქები და მნიშვნელოვანი გზები. შემდეგი ნაბიჯი თბილისის საფეხმავლო ზონების გადაღება რასაც სპეციალური კამერების გამოყენებით განვახორციელებთ. მომავალშიც გავაგრძელებთ ქვეყნის გზების ქსელის რუკაზე ასახვას და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ახალი ავტომაგისტრალების დაფარვასაც. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნეს, რომელიც წარმოადგენს ტურიზმის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, თავიანთი შეთავაზება, თავიანთი სერვისები იმ არეალში, სადაც მოხდა გადაღება. განახლებული მონაცემები ტექნოლოგიური სერვისებისა და ახალი ციფრული პროდუქტების განვითარების საფუძველსაც აჩენს და ქვეყნის მიმართ ახალი აქსელერატორების ინტერესსაც იპყრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმნის ახალ შესაძლებლობას ქართული ინოვატორებისთვის, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო აქსელერატორებისთვის და ზოგადად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აისახება საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაზრდის, მის ციფრულ ტრანსფორმაციის პროცესში, დამატებითი ინვესტიციების შემოტანაში და რა თქმა უნდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ესეთი გლობალური მოთამაშე, როგორც Google-ია, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების მხრიდან. დღეიდან საქართველო იმ 100-ზე მეტი ქვეყნის სიაშია, რომელთან ნახვის საშუალებაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს სახლიდან გაუსვლელად ექნება. და შესაძლოა, სწორედ ეს ვირტუალური მოგზაურობა გახდეს რეალური ვიზიტის, ახალი ბიზნეს კონტრაქტის ან საინვესტიციო გადაწყვეტილებების პირველი ნაბიჯი.